ანაკლიაში მომავლის ბანაკი მომავალ სეზონამდე დაიხურა სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის და მოწვეული სტუმრებისთვის ბანაკის დამსვენებელმა ახალგაზრდებმა გამოსამშვიდობებელი საღამო მოაწყვეს. Გაიმართა შეჯიბრებები, გამარჯვებულებს კი სპეციალური პრიზები გადაეცათ ანაკლის მომავლის ბანაკში წელს 10 დღიანი დასვენებით 16,000-მდე ახალგაზრდა მისარგებლა. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია ჩვენი მომავლისთვის. რა თქმა უნდა ეს ამით არ თავდება, უბრალოდ ჩვენ წელს კიდევ აგრძელებს ბანაკი გახანგრძლივდება იმისთვის რომ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს დავეხმაროთ. უკვე ალბათ შუა რიცხვებში თექვსვეთში ჩამოფრინდება სპეციალური რეისით, სპეციალური ჯგუფი იმ დაძარალებული ბავშვებისთვის, რომელიცაც ჩვენ აქ შევქმნით იმ პირობებს, რომელიც მათ დააკლდათ. დახურვა იყო, რა თქმა უნდა, ძალიან ისეთ ბავშვებს აქედან წასვლას არ უნდა და ორმაგად ჩემთვის ასიხარულოა, რომ სამეგრელოში, კერძოდ ანაკლიაში ამ ბავშვებმა ბედნიერი დღეები გაატარეს. მე ჩამოსული ვარ გურიიდან, ეს თასი მოვიგეთ მე და ჩემმა გუნდა ფრენბურთის თამაში და რა ვიცი, ისეთი ბანაკია, ისეთი მოწყობილი, ისეთი ხალხით, რომ აუღწერელია სიტყვით. ყველას დიდი მადლობა, ვინც თუ ამ ბანაკში ცოტათი წვლილი შეიტანა.